გარდა იმისა, რომ განათლების საკითხების ძალიან ბევრი წელია ვმუშაობ და ორგანიზაციას წარმოადგენ განათლების კომაქს, მე გახლავართ ასევე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ლექტორი, მოწვეული, მაგრამ ამას აბსოლუტურად არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და აი დღეს ჩემს უნივერსიტეტში, რომელიც ასევე ჩემი ალმა მატერია, დავამთავრე ეს უნივერსიტეტი და დასრულების დღიდან იქ ვმუშაობ სხვადასხვა პოზიციაზე, სხვადასხვა კონტრაქტით და ასე შემდეგ, მოკლედ არ შემიშვეს. ნუ ეს არის ფაქტი, რომელიც მე არ ვიცი ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, რა თქმა უნდა, პასუხები იყო დემაგოგიური, რომ მოითფინეთ და მოვადრო რომ შებრძანდებით და დაცვამ არ შეკეშვათ, ხო, ბრძანება იყო. ხო, ბრძანება იყო, მიმდინარეობდა აკადემიური სენატის სხდომა და თუნდა ეს რაღაც შვიდ გარემოში ჩაეტარებინათ. ხო, ეს არაფერი პრინციპში იმასთან შედარებით რა მავნებლობასაც ახლა აქვს ადგილი და ზუსტად სწორედ აღნიშნეთ კიდევაც ვიკა, რომ რეფორმის ეგიდით და ამ რეფორმის ფორმატში გვამცნეს რამდენიმე დღის წინ ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. პირველი აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ როგორც განათლების სპეციალისტის პოზიციიდან, რა თქმა უნდა, არავინ ხარისხის გაუმჯობესების და განვითარების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ეს გაერთიანება არც ერთ შემთხვევაში ამ ყველაფერს არ ემსახურება, ეს არ არის განათლების რაკურსიდან გადადგმული ნაბიჯი, ეს რომ ყოფილიყო განათლების რაკურსიდან გადადგმული ნაბიჯი, ესეთი ტიპის ინიციატივები, გაერთიანება, დაშლა თუ ასე შემდეგ რეორგანიზაცია, როგორც წესი, ყოველთვის მოდის უნივერსიტეტების, ანუ უმაღლესების წიაღიდან, მაშინ როცა მათ ამის საჭიროება უდგებათ და არ უნდა იყოს ეს დირექტიული, ანუ ვერტიკალიდან ზევიდან გადადგმული ნაბიჯი. და ამის კლასიკური საუკეთესო მაგალითი, რომ ასეთი ტიპის გაერთიანებები არ ამართლებს ბუნებაში. ჩვენ კობახიძეს და ბევრი სხვა საუბრობს, რომ არ არსებობს არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს. მე მოგახსენებთ ახლა სულ მცირე 2-3 არგუმენტს ამასთან დაკავშირებით. პირველი ის, რომ სრულად ირღვევა აკადემიური მისია. ორივე უნივერსიტეტის დამოუკიდებლად გააჩნია აკადემიური მისია. ანუ მისია რა არის? მთავარი მიზანი, გენერალური ხაზი, თუ რატომ დაფუძნდნენ ისინი და რას ემსახურებიან და რა არის მათი გრძელვადიანი გეგმები. საერთაშორისო რეპუტაცია, რაც მთავარია ავტონომია. და აი აქ ავტონომია დაირღვა, როცა დღეს მე იქ არ შემიშვეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არაფერი ერთი კონკრეტული ადამიანის ირგვლივ შექმნილი გარემოება, თავარია განათლება გადარჩეს და რატო ირღვევა ავტონომია? ავტონომიურობის დარღვევა იკვეთება იმაში, რომ post factum შედგა თუნდაც ეს აკადემიური საბჭო, რაც დღეს მიდიოდა სენატის შეხვედრა და საერთოდ post factum მოხდა ყველაფერი ის პროცესი, რომელიც გულისხმობს დიალოგს სტუდენტებთან, დიალოგს აკადემიურ პერსონალთან, იმიტომ რომ ავტონომიურობის შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ მას მერე, რაც აკადემიური საბჭო, ამ შემთხვევაში ჯავახიშვილში სენატი და ტექნიკურში აკადემიური საბჭო გადაწყვეტდა და თანახმა იქნებოდა უმრავლესობა, რომ ამ ტიპის რეფორმა უნდა დაწყებულიყო, აი მას მერე უნდა დაწყებულიყო პროცესები და შინაარსზე, აზრზე დაფუძნებული. მაშინ როცა შინაარსი არის განულებული, აზრი არის განულებული და ძალისმიერად ხდება რეფორმის განხორციელება, ეს თავიდანვე კრახისთვის არის და ერთ მაგალითს მოგახსენებთ, ვთქვი კიდევაც, რომ იყო ამის ისტორიულ წარსულში ამის პრეცედენტი, გახსოვთ ალბათ ძალიან კარგად თქვენს გეხსოვებათ, რომ იყო ესეთი ფიზკულტურის ინსტიტუტი, რომელიც მიუერთეს ესე ხელოვნურად ილიას უნივერსიტეტს და ამან ვერ გაამართლა. იმიტომ რომ დაკარგეს იდენტობა და ვერც მოხდა მათი ხარისხის უზრუნველყოფა და განვითარების უზრუნველყოფა. შემდეგ ისევ განაცალკევეს და რას ვხედავთ დღეს იმ ტერიტორიაზე, სადაც ფიზკულტურის ინსტიტუტი იყო, დეველოპერებული პროექტია და დაანგრიეს ეს შენობა ნაგებობა და გაცხოველებული მშენებლობა მიმდინარეობს. კობახიძე მახსენა თეატრალური უნივერსიტეტი და ვინაიდან მე გახდეთ კანცლერი 7 წელი თეატრის და კინოს უნივერსიტეტის, ეს საუბრები პერმანენტულად მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ლოკაცია, საინტერესო შენობა ნაგებობა,
თქვა არ გაიყიდებაო, მაგრამ ესეც და ტექნიკური უნივერსიტეტი არ ახსენა, ხო, ესეთი მსუყე, როგორ ვთქვათ, 104 წლის გახდა ტექნიკური უნივერსიტეტი, ზარზე იმით მივიდნენ რამდენიმე კვირის წინ და მიულოცეს დამოუკიდებლობა, იდენტობა, ის წარმატებები, რაც მათ ისტორიულად ჰქონდათ და რა ვიცი, მე ეტყობა მადა გაეხსნათ ამასთან დაკავშირებით.